დღევანდელი დღის თემა. გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნაიდის მიწაზე, ედემის სიახლოვეს. და აი, კვლავ მივმართავთ რა დღევანდელ საკითხავს, მასზე დაყრდნობით სწავლებას შემოგთავაზებთ და თქვენთვის შევადგენთ ჩვეულებრივ საუბარს ნეტარი მოსეს წიგნებიდან, ან სედესაიზ, უკეთესი იქნება თუ ვიტყვით სულიწმინდის სიტყვებიდან, რაც მისი ბაგით გვაუწყა ღვთის სახიერებამ. მაგრამ იმისათვის, რომ სიტყვა თქვენთვის უკეთ იყოს გასაგები, აუცილებელია შეგახსენოთ საყვარელნო, რაც უკვე ვთქვით და რაზედაც შევაჩერეთ ჩვენი სწავლება, რათა დღეს დავიწყებთ რა საუბარს გამეორებით, ამ გზით წაკითხulis დასაწყისად შევეხოთ. ასე და ამგვარად, გავიხსენოთ, რომ აბელზე მსჯელობისას, როგორც თავად მომხდარი ამბებით, აგრეთვე იმაზე დაყრდნობით, თუ რა მსხვერპლი შესწირა ღმერთს თითოეულმა ძმამ, ცხადი გავხადეთ, რომ ჩვენს ბუნებაში ჩადებულია შეცნობა იმისა, თუ რა უნდა ვაკეთოთ და რა უნდა ჩავიდინოთ. რომ შემოქმედმა ყველა თავისუფალი შექმნა, რომ იგი მუდამ გვკიცხავს ან წაგვაქეზებს ჩვენი განწყობის მიხედვით. რომ შურით აღძრული კაენი ძმის მოკლას დაეშურა, ამ უღირსი საქციელის მერე კი, თუმცა ღმერთი იგი ცოდვის მოსანანიებლად იწვევდა, არ მიიღო ეს მაცოცხლებელი კურნება, არამედ კვლელობის საძულველ ცოდვას ტყუილიც დაურთო, უმძიმესი სასჯელი დაიტეხა თავს და თავადვე დაუკარგა საკუთარ თავს უზენაესი კეთილგანწყობა. შემდგომი ადამიანებისთვის ჭკუის სასწაული მაგალითი გახდა იგი და იმ სასჯელით, რომელიც მოიწია, თითქოს და მთელ კაცობრიობას შეღაღადებს და მოუწოდებს. ნუ ვინ გაბედავთ ამის ჩადენას, რათა იმავე სასჯელის ღირსი არ გახდეთ. ხედავთ განა უფლის კაცთმოყვარებას, თუ კაინისთვის განსაზღვრული სასჯელით ვითისურვა. გონს მოეყვანა არა მხოლოდ დამნაშავე, არამედ ყველა მომდევნო ადამიანისთვისაც შეეგონებინა მორიდებოდნენ ესოდენ საგმობს აქციელს. ახლა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე და ვნახოთ დღეს რის შესახებ მოგვითხრობს სულის ძალით შთაგონებული ნეტარი წინასწარმეტყველი. როდესაც კაენმა განაჩენი ისმინა. რას ნიშნავს გადაიხვეწა უფლის პირისაგან? იმას, რომ მისი საძულველი ქმედების გამო უფლის მფარველობას მოაკლდა და დაესახლა ნაიდის ქვეყანაში, ედემის სიახლოვეს. წმინდა წერილი მიგვითითებს ადგილსაც, სადაც კაენი დასახლდა გვიჩვენებს, რომ მანაც ედემის შორი ახლოს დაიდო ბინა, რათა მის მახლობლად მცხოვრებს მუდამ ხსომებოდა ისიც, თუ რა დაემართა მის მამას მცნების დარღვევის გამო და საკუთარი დანაშაულის სიმძიმეც. ამგვარი სასჯელი დაეკისრა, რადგანაც მამის სასჯელმა ვერ შეაგონა და ის ადგილით, სადაც ცხოვრობდა, არა მხოლოდ მას, არამედ ყველა შემდგომ ადამიანსაც რყევასა და ცახცახს მოაგონებდა. სახელი ნოდი ებრაული სიტყვაა. იგი აღნიშნავს ერთ შემთხვევაში რყევას, ებრაული ზმნა ნუდი, მეორე შემთხვევაში განდევნას, ებრაული არსებითი სახელი ნოდი. ამგვარად, უფალმა იქ დაასახლა, რათა ადგილის სახელშიც კი მხილება ყოფილიყო მისთვის თვალსაჩინო, ვით სპილენძის სვეტზე გამოკვეთილი სიტყვები. შემდგომ ნათქვამია, შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი, დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. რა კი მოკვდავები გახდნენ, ადამიანები ბუნებრივია, უკვე დიდად ზრუნავდნენ შვილების გაჩენაზე. მაგრამ იქნებ ვინმე მიკითხოს, როგორ მოხდა, რომ წმინდა წერილში ნახსენები არ ყოფილა სხვა ქალი, კაენს კი ცოლი ჰყავს? ნუ გაიოცებ ამას, საყვარელო. წმინდა წერილში არსად არის აღწერილი ზედმიწევნით ქალთა რიცხვი, არამედ ყოველივე ზედმეტს გაურბის და გვიამბობს მამაკაცთა შესახებ, ისიც არა ყველაზე. ზოგჯერ მათზეც ძლიერ მოკლედ ყვება, მაგალითად, რომ მავანმა და მავანმა ძენი და ასულნი შვა და მოკვდა. აქაც უნდა ვივარაუდოთ, რომ ევამ კაენისა და აბელის შემდეგ შვა ასული, ვინც კაენმა ცოლად შეირთო. თავდაპირველად ასე ხდებოდა, რა კი ადამიანთა მოდგმა უნდა გამრავლებულიყო, დებზე დაქორწინება დაშვებული იყო. ამიტომაც წმინდა წერილი ჩვენ მოგვანდობს, შევავსოთ თხრობა და მხოლოდ ამას გვეუბნება. შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი ენოქი. შეხედე, თანდათანობით როგორ ჭკუაში ვარდებიან ადამიანები. რა კი მოკვდავები შეიქნენ, სურთ სამუდამოდ დატოვონ მიწაზე საკუთარი ხსოვნა, შვილების მეშვეობით, იმ ადგილების მეშვეობით, რომლებსაც შვილების სახელებს აძლევდნენ. მაგრამ სამართლიანი იქნება, თუ კი ვიტყვით, რომ ეს მათი ცოდვების ძეგლებია, იმ დიდების დაკარგვის სახსოვარი, რომლით შემოსილ ადამსა და ევასაც არაფერი სჭირდებოდათ და ყოველივე ამაზე მაღლა იდგნენ. ნათქვამია, შეეძინა ენოქს ღაიდად. ღაიდადმა შვა მალელელ, მალელელმა შვა მათუსალა, მათუსალამ შვა ლამექი. ხედავ, რა შემოკლებით წარმოგვიდგინეს ნეტარი მოსე გენეალოგიას, დასახელებულია მხოლოდ მამაკაცები და ერთი დედაკაციც არ არის ნახსენები. მაგრამ ისევე როგორც კაენზეა ნათქვამი, რომ შეიცნო თავის დედაკაცი. მაგრამ არ გვიჩვენებს თუ საიდან მოიყვანა ცოლი, ზუსტად ასევე აქაც ნათქვამია. მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი. ერთ სახელად ერქვა ადა, მეორეს სელა. შვა ყადამ იაბალი. იგი იყო კარავში მცხოვრებთა და მეჯოგეთა მამა. მის ძმას ერქვა იობელი. იგი იყო მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა. ყურადღება მიაპყარი წერილის სიზუსტეს. მან შეგვატყობინა ლამექის ძეთა სახელები და ისიც გვამცნო თუ რას საქმიანობდნენ ისინი. კერძოდ, რომ ერთი მესაქონლეობას მისდევდა, ხოლო მეორემ ჩანგი და სტვირი შექმნა. შვა სელამაც თუბალ კაენი, რვალისა და რკინის საჭურველთა მჭედელი. წმინდა წერილმა აქაც გვამცნო სელასგან ნაშობის საქმიანობა, გვითხრა, რომ მან სამჭედლო ხელობა გამოიგონა. ნახე, თანდათანობით როგორ ეწყობა ადამიანთა მოდგმის კეთილდღეობა.
კაენმა ქალაქიც ააშენა, რომელსაც ძის სახელი უწოდა. შემდეგ ლამექის ძეთაგან ერთმა მესაქონლეობას მიჰყო ხელი, მეორემ სამჭედლო ხელობა შექმნა, მესამემ ჩანგი და სტვირი გამოიგონა. თუბალ კაენის დას ერქვა ნოემა. რა სიახლე და რა უცნაურობაა. აი აქ წმინდა წერილი პირველად ცალკე გვამცნობს დედაკაცის შესახებ. ფუჭად და უმიზეზოდ როდი იქცევა ასე ნეტარი წინასწარმეტყველი, არამედ იმისათვის, რომ ამით რაღაც სანუკვარზე მიგვანიშნოს, რაზე საუბარსაც ჩვენ შემდეგისთვის გადავდებთ, ახლა კი მივყვეთ როგორც წესი და რიგია. ნოემას ხსენება უმნიშვნელო რამ როდია, არამედ ღრმა გამოძიებას და საგულდაგულო განხილვას მოითხოვს, რათა ყველაფერს სათანადოდ რომ ავხსნით შევძლოთ, აქედან მრავალი სარგებელი მივიღოთ. ნათქვამია: უთხრა ლამექმა თავის ცოლებს, ადას და სელას. ისმინეთ ჩემი, ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი. ჰო, მოვკალი კაცი ჩემ და სატკივრად და ყმაწვილი ჩემ და ჭირად. თუ 7 გზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექის გამო 70 ჯერ 7 გზის მიეზღვებათ. გთხოვთ, გაიმახვილეთ გონება, გვერდზე გადადეთ ყველანაირი ყოფითი ფიქრები და ზედმიწევნით გამოვიძიოთ ეს სიტყვები, რათა არაფერი მიეფაროს ჩვენს თვალს, არამედ ჩავეშვათ სიღრმეში, რამდენადაც ეს შესაძლებელია და შევძლოთ დავიპყროთ საუნჯე ამ მოკლე სიტყვებში, რომ არის დაფარული. უთხრა ლამექმა თავის ცოლებს, ადას და სელას. ისმინეთ ჩემი, ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი. დააკვირდი რა მალია დარგო მას კაენისთვის დაკისრებულმა სასჯელმა. ლამექი არა მხოლოდ არ დაელოდა, როდის ამხელდა ვინმე კაენისნაირ ან კიდევ უფრო მძიმე ცოდვის ჩადენაში. არამედ თუმცა არავინ აბრალებდა რამეს და არავინ ააშკარავებდა, იგი თავად გამოწყდება და ყვება საკუთარი საქციელის შესახებ. ცოლებს მოუთხრობს ცოდვის სიმძიმეს და ამით თითქოს და აღასრულებს წინასწარმეტყველის თქმულს. პირველი მართალია დავაში. ცოდვის აღიარება ძლიერ ეხმარება მათი გამოსწორების საქმეს, ისევე როგორც ჩადენილი ცოდვის უარყოფა უმძიმესია ცოდვათა შორის. სწორედ ეს ჩაიდინა ძმის მკვლელმა, როდესაც კაცთმოყვარე ღმერთის შეკითხვის პასუხად არა მხოლოდ არ მოინანია მის წინაშე დანაშაული, არამედ გაბედა, ეცრუა მისთვის და ამით აიძულა სასჯელად სიცოცხლე გაეგრძელებინა დამნაშავისთვის. ამგვარად, ლამექმა, ვინც იმგვარივე ცოდვაში ჩადგა ფეხი, განსაჯა, რომ დანაშაულის დაფარვა უარეს სასჯელს მიჰკერძებდა, ამიტომაც მოუწოდა თავის ცოლებს და თუმცა არავინ აიძულებდა და არ ამხელდა, თვითონვე საკუთარი პირით აღიარა შეცოდება, შემდეგ თავისი საქციელი კაენის ცოდვას შეუფარდა და თავადვე განისაზღვრა სასჯელი. ხედავგანა უფლის წინასწარ განზრახულებას, მისგან მოგებული სასჯელიც კი მისი სიყვარულის გამოხატულებას რომ ემსახურება და ეს სიყვარული არ შემოიფარგლება მით, ვისაც სასჯელი მიეგება, არამედ მხსნელ კურნებად მოევლინება ყველას, ვინც კი მის ხმევას მოინდომებს. ეს რომ ასე არ იყოს, მაშ მითხარ, რა აიძულებდა ლამექს ამ აღიარებას, თუ არა კაენის ბედის გახსენება, რაც მარად უშფოთებდა სულს. უთხრა: ო, ნათქვამია, ისმინეთ ჩემი, ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი. დააკვირდით, როგორ წამოიწყო სამჟავრო საკუთარი თავის განსასჯელად და მოძღვრავს მათ, რომ უგულისყურად არ მოეკიდონ მის ნათქვამს. რადგანაც სიტყვები ისმინეთ ჩემი და ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი, აი რას ნიშნავს. დაძაბეთ გონება და ყურადღებით ისმინეთ, რის თქმა მსურს თქვენთვის. რადგან უმნიშვნელო საგნებზე კი არ ჩამოვაგდებ სიტყვას, არამედ დაფარულს გაგიმხელთ, იმას გეტყვით, რაც სხვამ არავინ იცის. მხოლოდ მე ვუწყი და იმ დაუძინარმა თვალმა, რომლის შიშის მაჩქარებს და მაიძულებს, გაგიმხილოთ, თუ რა ჩამიდენია და რა სასჯელის ღირსი ვარ ჩემი უღირსი საქმეების გამო. მოვკალი კაცი ჩემ და სატკივრად და ყმაწვილი ჩემ და ჭირად. თუ 7 გზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექის გამო 70 ჯერ 7 გზის მიეზღვებათ. ძლიერ მნიშვნელოვანია ეს სიტყვები და ამ ადამიანის დიდ სინდისიერებაზე მეტყველებს. იგი არა მხოლოდ აღიარებს დანაშაულს და მისგან ჩადენილი მკვლელობების შესახებ აცხადებს, არამედ თავადვე განისაზღვრავს სასჯელს ადრის რასაკუთარ ცოდვას, კაენის ცოდვას. ნეტავ რა შენდობას იმსახურებს ის, ვინც ვერ შეაგონა სხვის სასჯელმაო, ამბობს იგი არამედ, თუმცა ზუსტად ახსოვდა კაენის ამბავი, მაინც მოკლა და ორ გზის. მოვკალი კაცი ჩემ და სატკივრად და ყმაწვილი ჩემ და ჭირადო. ამბობს, იმდენი ბოროტება მათთვისაც კი არ მიმიგია, ვინც სიცოცხლეს გამოვასალმე, რამდენიც საკუთარ თავს მივკერძე, რადგანაც ამ უპატიებელი ცოდვების ჩადენით გარდაუვალი სასჯელი დავიტეხეო. თუ კი მას ერთი მკვლელობის გამო 7 ჯერადი სასჯელი მიეზღო, მაშ მე 77 ჯერ მეტი სასჯელი უნდა მომეგოს. რატომ და რისთვის? მას ხომ თუმცა მკვლელობა ჩაიდინა და თანაც ძმა გამოასალმა სიცოცხლეს, ადრე არ უნახავს, ვინმე ამგვარი საქმის გამო დასჯილიყო და უფლის ეგზომი რისხვა გამოეწვია. ეს ორი რამ ამრავლებს ჩემს სასჯელსაც, რადგანაც თვალწინ მქონდა კაენის დანაშაულიც და მისი საზარელი სასჯელიც უწყოდი და მაინც ვერაფერმა შემაგონა. ამიტომაც, თუნდაც რომ მასზე 77 ჯერ უფრო დიდი სასჯელი მომეზღოს, ესეც არ იქნება საკმარისი. ხედავ, საყვარელო რომ ღმერთმა თავისუფალი ნება მოგვანიჭა და ჩვენც, თუ კი უდიერობას მივეცემით, ფეხი გვიცდება, ხოლო თუ გადავწყვეთ ვიფხიზლოთ, მაშინ შევიცნობთ ჩვენს მოვალეობას. მითხარი, განა ვინ აიძულა ლამექი, დანაშაული ეღიარებინა. მხოლოდ სინდისმა და იმ პირუთნელმა მსაჯულმა, სხვამ არავინ. უდიერობას დანებებულმა ჩაიდინა ესავის საქმე,
მაგრამ სიმდისმა მყის აღიმაღლა მასზე ხმა და აუწყა ცოდვის სიმძიმეც და დამსახურებული სასჯელიც. ცოდვა ამგვარია. სანამ არ ჩადენილა და არ განხორციელებულა, იგი აზრს ბინდავს და გონებას აცდუნებს. უკვე ჩადენილი კი გვიცხადებს თავის სიბილწეს და ხანმოკლე და განუსჯელი სიამე მუდმივ სევდას გვრის, სინდისის სიმშვიდეს გვართმევს და თავის ტყვეს სირცხვილში ახვევს. კაცთმოყვარე უფალმა ამგვარი მსაჯული იმისთვის მოგვიყენა, რომ იგი არასოდეს დადუმდეს, არასოდეს გაგვეყაროს და დაუცხრომლად ღაღადებდეს და გვჭიდეს დანაშაულის გამო. ამაში ყველას შეუძლია საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდეს. ასე მაგალითად, მეძავი, ან და მრუში ან სხვა ცოდვილი ვერასოდეს დამშვიდდება, თუნდაც რომ ყველასგან დაფაროს თავისი დანაშაული. ასეთი მკაცრი მსაჯულის ხელში ჩავარდნილი, უფრთხის გადაკრულ მინიშნებებს, საკუთარი ჩრდილით თავს არ სცემს. ეშინია მისიც, ვინც უწყის და მისიც, ვინც არ უწყის მისი დანაშაულის შესახებ. მის სულში დაუცხრომელი ღელვა და უსასრულო ქარიშხალია. ამგვარ ადამიანს ვერც ტკბილად მოუსვენია. მისი ძილი შიშით და კრთომით არის ახსავსე. არც ჭამადი ეტკბილება. ვერც მეგობრებთან მოილხენს და დაცხრება შინაგანი ბრძოლისგან. საკუთარ არსებაში თითქოს ჯალათს დაატარებს, რომელიც განუწყვეტლივ აწამებს და გვემს. ამგვარი დაიარება ადამიანი ავის საქმის ჩადენის მერე. ითმენს აუტანელ ტანჯვას, თუმც კი ეს არავინ იცის და საკუთარი თავის მსაჯული და ბრალმდებელია. მაგრამ თუ კი ცოდვის ჩამდენი გადაწყვეტს, სინდისი დაიხმაროს, აღიაროს თავისი საქმეები და უჩვენოს იარა მკურნალს, ვინც განუკიცხველად გაამრთელებს. მიიღოს მისგან კურნება, განმარტოებით მოწმეების გარეშე გამოუტყდეს და დაწვრილებით აღიაროს ყოველივე, მაშინ იგი მალევე ჩამოიცილებს თავის ცოდვებს, რადგანაც ცოდვის ახსარება მათ გამოისყიდის. თუ კი ლამექმა არ იუარა, ჩადენილი მკვლელობების თაობაზე ცოლებისთვის ეუწყებინა, მას ჩვენ რად გვეპატიება, თუ კი არ გვსურს, ჩვენ ცოდვებზე მოუთხროთ მას, ვინც დაწვრილებით იცის ჩვენი ყველა უკანონო საქმე. განა იგი ჩვენგან იმიტომ ითხოვს ახსარებას, რომ არ უწყის ჩვენი ცოდვები? იგი, ვინც ყოველი საგანი უწყის ჯერ კიდევ მათ დაბადებამდე, ჩვენგან აღიარებას იმიტომ კი არ ითხოვს, რომ არ იცის ჩვენი საქციელის შესახებ, არამედ იმის გამო, რომ სურს. ახსარების დროს ჩვენი ცოდვებიც შევიგზნოთ და ჩვენი კეთილსინდისიერებაც გამოვავლინოთ. განა ამისათვის მოგვიწევს, ფული ვხაჯოთ ან შორეულ გზას დავადგეთ. განა ეს კურნება ტკივილსა და ტანჯვას მოგვაგებს? არა, არც რამე დაგვეხარჯება, უმტკივნეულოც იქნება და სწრაფადაც განკურნავს. უფალი მასთან მისულს მისივე განწყობის შესაბამისად ზღვის იარების კურნებას. ამგვარად, თუ კი ვინმე სურს, მალე დაიბრუნოს ჯანმრთელობა და თავის სულიერ იარებს უწამლოს და ბეჯითაც შეუდგეს საქმეს. უარყოს ყოველივე ყოფითი, ცხარე ცრემლი ღვაროს და დიდი გულმოდგინება გამოიჩინოს. მტკიცე რწმენა იქონიოს, ექიმის ოსტატობას მიენდოს და მყის განიკურნება. განა არ ხედავ, რომ ამ ექიმის გულუხობა ყველა მამის სიყვარულს აღემატება? განა რამე ძნელსა და მძიმეს ითხოვს იგი ჩვენგან. მოითხოვს შემოსვლილ გულს, დამდაბლებულ გონებას, ცოდვის აღიარებას, ბეჯით ვედრებას, ხოლო სანაცვლოდ გვიძღვნის არამხოლოდ იარების განკურნებას და ცოდვებისგან განწმენდას, არამედ მართალ კაცად შეიქმს მას, ვისაც მანამდე ცოდვების ურიცხვი სიმძიმე ედო კისრად. ეს დიადი კაცმოყვარებაა. უკიდეგანო მადლმოსილებაა. თუ კი ცოდვილი ცოდვებს მოინანიებს, ლოცვით ითხოვს შენდობას და გამოავლენს განზრახვას, ამიერიდან კეთილ ცხოვრებას მოეკიდოს, ღმერთი უმალ მართალ კაცად ხდის და იმისათვის, რომ სრულიად დარწმუნდე ამაში, ისმინე რას ამბობს წინასწარმეტყველი. გამახსენე, განვიკითხოთ ერთმანეთი. მოჰყევი, რომ თავი გაიმართლო. მხოლოდ ეს კი არ თქვა, გამახსენენე, განვიკითხოთ ერთმანეთი. მოჰყევი, რომ თავი გაიმართლო, არამედ დაურთო. ანუ, წუმოელი მამხილებელს, ნუ დაელოდები ბრალმდებელს. თავად დაასწარი მათ და დაიწყე ლაპარაკი, რათა მათ ბაგე დაუხშო. ხედავ განა მსაჯულის კაცთმოყვარებას? ადამიანურ სამსჯავროებზე თუ ვინმე გადაწყვეტს, ასე მოიქცეს. და სანამ მოენეები ამხელდნენ, თავად გამოტყდება დანაშაულში, მაშინ მან იქნებ კიდევაც აირიდოს წამება და ხანგრძლივი ტანჯვა, ისის თუ მობიერი მოსამართლე შეხვდება. მაგრამ სასიკვდილო განაჩენს კი ვერ აცდება. კაცთმოყვარე ღმერთისა და ჩვენი სულების მკურნალის სიკეთე კი ენით გამოუთქმელია და სიუხვე სიტყვით ვერ აიწერება. თუ კი ჩვენ დავასწრებთ ჩვენს ბრალმდებელს, ანუ ეშმაკს, რომელიც უკანასკნელი სამსჯავროს დღეს ჩვენ წინააღმდეგ აღდგება და ამავე ცხოვრებაში უფლის სამსჯავროზე წარდგომამდე აღვასარებთ ჩვენს ცოდვებს, პირველ სიტყვას თავად ვიტყვით და თავად შევიქნებით საკუთარი თავის ბრალმდებელნი, მაშინ უფალს იმგვარო მოწყალებისკენ მივდრეგთ, რომ იგი არამხოლოდ გაგვათავისუფლებს ცოდვებისგან, არამედ მართალთა შორისაც შეგვრაცხავს. თუ კი ლამექმა, ვისაც არ ჰქონდა ჯული, რომელიც დამოძღვრავდა, რომელსაც არც წინასწარმეტყველთა ნაუბარი სმენოდა და არც სხვა რამ შეგონება მოესმინა, შეძლო და მხოლოდ ადამიანის ბუნებაში ჩადებული სამსჯავროს წყალობით შეიგნო თავისი დანაშაული, აღიარა და თავადვე განისაზღვრა სასჯელი. მას ჩვენ როგორღა გვეპატიება? თუ კი ჩვენს იარებს მზრუნველობით არ უჩვენებთ უფალს და არ მივიღებთ მისგან კურნებას? თუ კი ამას არ ჩავიდენთ ახლა, მარხვის ჟამს, როდესაც ძრახვები დაშოშმინებულია, როცა განდევნილია ყველანაირი გასართობი, მაშ სხვა რა დროს შევძლებთ საკუთარ საქმეებზე დაფიქრებას.
ამიტომაც გთხოვთ მუდამ ხიზლობდეთ და მღვიძარებდეთ და მთელი აწმყო ცხოვრება მოახმაროთ იმას, რომ ღმერთისადმი ბეჯითი მიქცევით, თავიდან აიცილოთ გაუსაძლისი ტანჯვა და აცდეთ გეენიის ცეცხლს. ეს განსაკუთრებული გულმოდგინებით უნდა აკეთოთ სწორედ ახლა, როდესაც მარხვის გამო ვრცელი და გამწყვეტელი დამოწყვით სარგებლობთ. კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი ევა, მან შვა ვაჟი და უწოდა სახელად სეთი, რადგან მომმადლაო უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა. საგვარეულო ნუსხაში ლამექამდე მისული, წმინდა წერილი კვლავ ადამსა და მის ცოლს უბრუნდება და ამბობს. კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი ევა, მან შვა ვაჟი და უწოდა სახელად სეთი, რადგან მომმადლაო უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა. შვაო ამბობს და უწოდა სახელად სეთი. დედა არ კმარობს ძისთვის სახელის დარქმევას და ამბობს. მომმადლაო უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა. დააკვირდი, დედაც კი ახლად დაბადებული ძის სახელდებით უკვდავყოფს იმავე საქმის ხსოვნას და იმისათვის რომ მათმა მომდევნო მოდგმამაც იცოდეს კაენის დანაშაულის შესახებ ამბობს. ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა. ეს მგლოვიარე, ჩადენილი ბოროტმოქმედების მოგონებით აღელვებული გულის სიტყვებია, რომელიც იმავდროს მადლიერებას გამოთქვამს ძის შეძენის გამო და მის სახელში, თითქოს და სვეტზე, კაენის დანაშაულს გამოკვეთს. მართლაც, მან მშობლებს დიდი მწუხარება მიჰკერძა, ძმაზე აღმართა ხელი და მათი მოყვარული და ძვირფასიძე მიწაზე უსულოდ განრთქმული ახილვინა. თუმცა ადამიანს უკვე მიღებული აქვს განაჩენი, მიწა იხარ და მიწათსა მიიქცედა. რომელსა დღესაც ჭამოთ მისგან, სიკვდილით მოსყდეთ. ეს განაჩენი ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვით გამოიხატებოდა და პირველმა ადამიანებმა ჯერ არ იცოდნენ თუ რა იყო სიკვდილი. მაგრამ ძმის სიძულვილით შეპყრობილმა და შინაგანის სიავით ახსილმა კაენმა აბელის მოკლა გადაწყვიტა და სიკვდილის საზარელი სანახაობა პირველმა ახილვინა მშობლებს. აი რატომაა რომ დედამ როგორც კი მცირედ გამხნევდა და აუტანელი მწუხარება ახალდაბადებული ძით მცირედ მაინც განიქარვა. მადლი შესწირა უფალს და უკვდავყო ძმის მკვლელის საქციელი. თავადაც დასდო მკვლელს უდიდესი სასჯელი მით, რომ მისი საქციელი მარადიული ხსოვნით შემოსა. ხედავთ განა, რაოდენ დიდი ბოროტებაა ცოდვა. რა სირცხილსა და უპატიურებაში აგდებს მის ჩამდენს. ხედავთ, მის გამო კაენმა როგორ დაკარგა ზეციური წყალობა და ყველა სირცხვილად შეიქნა. ხედავთ, თავისი საქმის გამო საძულველად გაუხდა მშობლებსაც კი, რომლებსაც ბუნებითად უყვართ შვილები? ასე რომ გევედრებით, ვერიდოთ ცოდვას, რაც ამდენ ბოროტებას მოგკერძავს. და ვიზრუნოთ სიქველეზე, რათა ზეციური კეთილგანწყობაც დავიმსახუროთ და სასჯელიც ავიცილოთ. სეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოსი. მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება. დააკვირდი, ადამიანები ცოცხლადობით როგორ ეჩვევიან, შვილების სახელებში ღვთის მიმართ მადლიერება გამოხატონ. ამანაცო ამბობს, ანუ სეთმა ძე რომ შეეძინა, მას სახელად ენოსი დაარქვა. ამის შემდეგ წმინდა წერილი ჩვენთვის ამ სახელის განსამარტად დაურთავს. მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება Asalers. ახლა სწორედ მისგან განიზრახავს ნეტარი წინასწარმეტყველი ახალი საგვარეულო ნუსხის დაწყებას და კაენის და ლამექამდე მისი შთამომავლობის დავიწყებისთვის მიცემას. რადგანაც კაენმა თავისი ავი ნებით დაამცირა ბუნების მიერ მისთვის ბოძებული პირველობა, ანუ პირმშოობის უფლება, ამის გამო იგი თავადაც და მისი შთამომავლობაც გამოირიცხება ნუსხიდან. ხოლო სეთი მისი ნების სიმართლის წყალობით იმას შეიძენს, რაც ბუნებითად არ დაჰყოლია, მასზე გადადის პირმშოობის უფლება თუ ბუნებითად არა ნების კეთილისკენ მიმართვის გამო და მისი შვილები საგვარეულო ნუსხაში ჩართვის ღირსები ხდებიან. და როგორც ენოს დაერქვა სახელი იმის გამო, რომ უფალი ღმერთის სახელს ახსენებდა, ასევე მისი ჩამომავლებიც ხდებიან ამ სახელის ღირსები. ამიტომაც ნეტარი წინასწარმეტყველი აქ წვეთს თხრობას და სხვა ამბავს უბრუნდება. მაგრამ ამ ამბავს გაყოლით ზედმეტად რომ არ გაგვიჭიანურდეს დამოძღვრა, ჩვენც აქვე ნეტარ წინასწარმეტყველთან ერთად შევწყვეთ საუბარს და შემდგომ განმარტებებს სამერმისოდ გადავდებთ, თუ კი უფალი წინებებს. კი საყვალებო მსურს გთხოვოთ, რომ მეტი სარგიაბელი მიიღოთ ჩვენი სიტყვებიდან და ყოველდღიურად გამოცდიდეთ თავს, თუ რა შეგონება მიიღეთ ამ რომელიმე სწავლებიდან. რათა არა მხოლოდ თქვენს სმენას ეხებოდეს ჩვენი სიტყვები, არამედ თქვენს გონებაშიც ჩაინერგოთ ისინი, ფიქრით მუდამ მიუბრუნდეთ მათ და მტკიცედ აღიბეჭდოთ ხსოვნაში. სასურველია რომ არა მხოლოდ თქვენ იყოთ საკმარისად დამოძღვრილები, არამედ სხვებისთვისაც გახდეთ მოძღვრები, შეგეძლოთ სხვების შეგონებაც და თანაც მოყვას არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც ასწავლიდეთ სათნო ცხოვრებას. დაფიქრდი, მართლაც. თუ კი თქვენ, აქ შეკრებილნი, მოინდომებთ ყოველდღიურად მოიხვეჭოთ სიკეთის თუნდაც მცირე მარცვალი და შეუმჩნევლად დაასუსტოთ თქვენი სულის აღმაშფოთებელი ვნებები, რა მცირე დროში მიაღწევდით სათნოების უმაღლეს საფეხურს. ყოველ დღე იმიტომ გესაუბრებით და გიქადაგებთ ყველაზე სრულყოფილი ცხოვრების, ქრისტიანული ცხოვრების შესახებ, რომ ამოვძირკოთ ეს დამღუპველი ვნებები, რომლებიცაა მრისხანება, შური, ავმოსურნეობა. ამ ვნებებს რომ გავანადგურებთ, მაშინ ფულის სიყვარულის მოთოკვაც გაგვიადვილდება, ხოლო ეს ვნება რომ შესუსტდება, მერე უფრო იოლად მოვიცილებთ ამაო ფიქრებსა და ურწყ სურვილებსაც,
რამე თუ ძირი არის ყოველთა ბოროტთაი ვერცხლის მოყვარებაი. ფესვს რომ გადავჭრით და სიღრმეებიდან ამოვძირკვავთ, მერე ყლორტებსაც იოლად გაუმკლავდებით. ფულს დახარბება, ასე ვთქვათ, ბოროტების და ყველანაირი ბიწიერების ციხესიმაგრეა. ამიტომ, თუ კი მის დაპყრობას გადავწყვეთ, მაშინ უკვე ვეღარაფერი დაგვიშლის, ამ უგუნური ვნებისგან თავი დავიხსნათ, მასთან ერთად კი ამოვძირკოთ და გავანადგუროთ ყველა სხვა დამღუპველი ვნებაც. და ნუ გეგონებათ ფულის შეძულება მძიმე და ძნელი საქმე იყოს. როდესაც ვიხსენებ, რამდენი ადამიანი ფუჭი და ამაო პატიმოყარეობის გამო უსარგებლოდ ხარჯავს უამრავ ოქროს, მხოლოდ იმისთვის, რომ დაბალი და არაფრისქმნელი ადამიანების მოწონება დაიმსახუროს, ეს მოწონება კი საღამომდე თუ გასტანს, ხშირად კი ამდენსაც ვერ ძლებს და დღის დასრულებამდე უამრავ უსიამოვნებად გადაექცევათ ხოლმე. ხოლო სხვები ელინური მცდარი აზრით დუნებულნი, აგრეთვე ადამიანური დიდების მოხვეჭის სურვილით და ამ მიწიერ დიდებაზე გადამეტებული წარმოდგენის გამო ტოვებენ ყველაფერს, რაც კი გააჩნიათ მოსასხამს და არ განსღაიტოვებენ თავისთვის და ასე გალევენ მთელ სიცოცხლეს. ხოლო ამგვარი ყოფის ყველა სიძნელის და უბედურების გადატანას მხოლოდ ერთი რამის გამო თანხმდებიან. და ეს ერთი რამ ადამიანთაგან მათი ხოტბა და განდიდებაა ჰოდა, ამაზე რო ვფიქრობ აღარ ვიცი. რა გამართლების და შენდობის იმედი შეიძლება გვქონდეს ჩვენ, ვისაც არ გვსურს, ღმერთისგან მოცემული მცნების გამო, მარადი და დაუსრულებელი დიდების გამო მსხვერპლად გავიღოთ ჩვენი ქონების უმცირესი წილი. არამედ, ზემოხსენებულ ადამიანებზე უარესებიც კი ვხდებით და არც კი ვუფიქრობთ, აქ რამხელა განსხვავება დევს. ისინი დიდძალ ქონებას მათივე მსგავსი ადამიანებისგან, ქებადიდების მოსახვეჭად ხარჯავენ. ჩვენ კი ხშირად არ გვსურს, ჩვენივე უფლის სახელით, მის გამო, ვინც მოგვცა ისიც რაც გაგვაჩნია და სხვა, გამოუთქმელი სიკეთეებიც აღგვითქვა, მცირედი მაინც უწილავდოთ უპოვართ. რა სინდისით გაუსწორებთ თვალს მსაჯულს, თუ მისი ესოდენ იული მცნებაც უგულებელყოფილი გვექნება. მე ხომ მთელი ქონების გაცემისკენ არ მოგიწოდებთ? დატკბი შეძლებით, მიიღე რაც გჭირდება. მაგრამ როდესაც ჩვენს ყველა მოთხოვნილებას დაიკმაყოფილებ, ის რაც მოგრჩება და გამოუყენებელი გედება, სხვათა საჭიროებას მოახმარე. გაუყავი ის შიმშილით დატანჯულებს და სიცივით გათანგულებს და მათი ხელით ეს საქონი გადაზიდე შენს მამულებში, სადაც თავადაც გადასახლდები მცორე ხნის მერე. ეს უპოვარნის ხებზე უკეთ დაგეხმარებიან იქ შენი საგანძურის გადატანაში და შენ იქ რომ გადასახლდები ყოველივე გამზადებული დაგიხვდება. უფრო მეტი სიუხვით დატკბები მაშინ, რა კი ნახავ რომ ეს საგანძური უმრავლებიათ მისი გადამტანებს, ან უკეთ ღვთისმადლს. განაძნელი საქმეა, განა მოითხოვს ზრუნვასა და ურვას, ამ საქონელის გადასაზიდად არ დაგჭირდება არც დაუღლილი პირუტყვი, არც დარაჯები, არც სხვა რა მსგავსი, რადგანაც ამ გზაზე არ დაიარება არც მპარავი, არც ავაზაკი, ვინც შენ მიერ გაგზავნილი განძის მოტაცებას შეძლებდა. რასაც კი გლახაკს ჩაუდებ ხელში, ყველაფერი საიმედო საცავში უფლის ხელში იქნება ჩადებული. იგი ყოველივეს მოუკლებლად შეინახავს და მამულში დაბრუნებულს, ყოველივეს უკუმოგაგებს, განგადიდებს და გვირგვინით შეგამკობს და ვრცელ მშვიდალაგას დაგასახლებს. ასე რომ გევედრებით რაც ზედმეტი გაქვთ, მიეცით გლახაკებს. ფთესოთ, სანამ ჯერ კიდევ გვაქვს ამის ჟამი. რათა, დრო რომ დადგება, კეთილსასურველი მარცვალი მოვიმკოთ და ხელსაყრელი დროს გამფლანგველები, უკვე უნაყოფო სინანულს არ მოუყვეთ. კაცმოყვარე ღმერთმა განა იმიტომ მოგკერძა სიმდიდრე, რომ შენთვის ბოძებული მხოლოდ საკუთარ თავს მოახმარო, დანარჩენი კი სკივრებში და საწყობებში ჩარაზო? არა ამიტომ, არამედ იმისთვის, რომ მოციქულის დარიგების თანახმად იყოს თქვენი იგი ნამეტნავი მათისა ნაკლულევანებისა. შენ იქნებ საჭიროზე მეც მოიხმარ ბევრს ხარჯავ გართობაზე, ტანსაცმელსა და ფუფუნების სხვა საგნებზე, ნაწილობრივ მონებსა და პირუტყვებზეც. ღარიბი კი გთხოვს არა სიჭარბისთვის, არამედ მხოლოდ იმისთვის, რომ შიმშილი მოიკლას და დაიკმაყოფილოს აუცილებელი საჭიროებები გაჩნდეს არსობის პური, სიციცხლე რომ გადაირჩინოს და არ მოკვდეს. შენ კი ამის გაცემაც არ გინდა და არც კი უფიქრდები, რომ შესაძლოა მოულოდნელად გაგიტაცოს სიკვდილმა. და მაშინ ყოველივე რაც მოგიხვეჭია, აქ დაგრჩება და შესაძლოა. შენს მტრებს და ავის სურველებს ჩაუვარდეს ხელში, შენ კი გახვალ ამ ქვეყნიდან და თან წაიყოლებ მხოლოდ იმ ცოდვებს, რომლებიც ქონების გროვებისას ჩაგიდენია. რა სიტყვი მაშინ იმ საშინელ დღეს? თავს რით იმართლებ, ასე უზრუნველი რომ იყავი საკუთარი ხსნის საქმეში. ამიტომ დამიგდე ყური და სანამ დროა გაეცი ზედმეტი ფული, რათა ამ გზით ხსნა გაიმზადო და დაიმსახურო იმ მარადის სიმდიდრის მოზღვა, რომელსაც დაევეღირსოთ, მადლითა და კაცმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა მამისა და სულისა წმინდისა თანაშვენის პატივი, ძალი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.